ყველაფერი ყოველთვის და ყველგან ღვთისმშობლით და მისი დაშვებით ხდება. ჩვენი ცოდვებისა და ურწმუნოების გამო უფალმა განსაცდელი დაუშვა ჩვენზე. მაგრამ გადავჭით იმიტომ რომ უფალია მოწყალე და დედა ღვთისა მფარველობს. და ეს ლექსიც სწორედ იმ დროს დაიწერა, როდესაც ჩემი სენაკი ჩვენი საქართველოს იბომბებოდა. მე ღმერთმა გადამარჩინა და წმინდელი მთავარეპისკოპოსის პეტრეს ლოცვა-კურთხევით ლექსიც კი დაიწერა. ქართველი მოგლეს. არა, ცდები ჩემო კალამო. ის დაჭრილია გესმის, ფეთქავს ვაშკაცის სისხლი. ყოველი წვეთი მოეფინა როგორც მალამო ჩემს ივერიას. გაბრწყინების იმედის ფიქრით. ბოროტი მოდის. ეროვნება არ აქვს ბოროტს, ისევე როგორც სიკეთესაც არ აქვს ფერი. გალობა ნათელ წერტილს უსვამს სიბნელის სოფოს და მუხლმოდრეგით ლოცულობენ ერიც და ბერიც. მანდილი დირის, შეიმოსა ძაძების ფერში და ეუცრემლის ამოსუნთქვი დაანთებს სანთელს. ნავსახუდელი ჩუმად ყოლა ერთადერთ ღმერთში და ხატებს ანდობს ქართულის დედის გულმატკენ სათქმელს. დედა ღვთისა, შვილი ჩემი ვაშკაცი, ჩვეულ ქართულად ერთგულობდა დავითის დროშას, მაგრამ როდესაც დროშა მიგრძნო ტყვია 1000, სისხლიან ცრემლის ხმით ამბობდა იესოს ლოცვას. უცნობო გმირო, თუმცა არა ნაცნობო კარგად, მე შენიდარი სიზმარში და ცხადშიც მინახავს ჩვენი ბიჭების თავდადებას და საქმეს მართალს. სულში დაჭრილი ივერიის წიგნი ინახავს. ქართველი მოკლის არა, ცდები ჩემო კალამო, ის დაჭრილია გესმის, ფეთქავს ვაშკაცის სისხლი. ყოველი წვეთი მოეფინა როგორც მალამო ჩემს ივერიას. გაბრწყინების იმედის ფიქრით. ქართველი ცოცხლობს არ შეცდარხ